მას ამბობს, აი, მე ძალიან მიყვარს იღუმენი ნიკონი. ეს ქრისტიანობის დევნის პერიოდში ცხოვრობდა, ეს მე-20 საუკუნის შუა წლები. ისეთი გულწრფელი იყო, აი, ღმერთს რო ეძებს ადამიანი. ჯერ სწავლობდა პატარაობიდან რწმენით იზრდებოდა, მშობლები ამას ასწავლიდნენ. მერე სასწავლებელში უფრო მეცნიერებებს მიეძალა, ცდილობდა რომ რაღაცა ბევრი აღმოაჩინა, რომ ამ მეცნიერების საკვლევის საგანი ღმერთი საერთოდ არ არის. არ აინტერესებს იმას მარადიულობა, არ აინტერესებს სულის უკვდავება და ასე შემდეგ. ამანაც ვერ დააყურა სულიერად. გძნობს ადამიანს, ეს ის არ არის, რასაც მე ვეძებ. მერე დაიწყო ფილოსოფიის შესწავლა. აქაც მიხვდა, რომ ვერც ვერ პასუხობს იმ შეკითხვებს და იმ სულიერ შიმშილს ვერ აკმაყოფილებს. მერე დაიწყო ფსიქოლოგიის შესწავლა. არც იმან არაფერი. და ბოლოს ნახე, აი როგორ აი გულწრფელი რო ადამიანი და ღმერთი რო არტოებს, უფალო, თუ კი შენ არსებობ, გამომეცხადე, ანუ რა აღარ სცადა, სად აღარ მივიდა. უფალო, თუ კი შენ არსებობ, გამომეცხადე. მე შენ რაიმე მიწიერი ანგარებიანი მიზნებით როდი დაგეწე. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე, ხარ თუ არა ხარ და უფალი მას გამოეცხადა. აი, ორი წინადადება თქვა, რა საოცარი ამბავი. ორი წინადადება თქვა, გულწრფელად ილოცა. იმიტომ კი არ უნდოდა, რომ აი ჩვენ რო ზოგიერთ შემთხვევაში წმინდა მამის ნაწილებს გავიგებთ, რომ აქ არის და მივდივართ, რომ შევთხოვოთ, რომ აი ხატაფური უნდა, ვიღაცა სამსახური უნდა, ვიღაცა შვილი მოეწყოს. აი, ანგარებიანი მიზნებით არ დაგეძებ. თან ეს ის პერიოდია, კომუნიზმი გაქანებული. მაინტერესებს, ნამდვილად ხარ თუ არა ხარ და მერე წეს, რომ ისეთი სიცხადით გამომეცხადაო, რომ აი, რომ ეჭვის ნატამალიც არ რჩებაო, რომ ის მართლა არის თუ არ არის. რომში წერს. ერთი რამ კიდე მინდა წაგიკითხოთ, ესე იგი, რომ და მხოლოდ წმინდა მამათა ნაწერებსა და სახარებაში ვიპოვე ის, რაც ნამდვილად ფასეულია. ნუ ხო ეს თან ესეთი აი სულ ეძებდა. აი როგორც ამერიკელი წმინდანი როა, წმინდა სერაფიმე როუზი. საოცარი ადამიანი, აი ესეც სულ ესე ეძებდა. და მხოლოდ წმინდა მამათა ნაწერებსა და სახარებაში ვიპოვე ის, რაც ნამდვილად ფასეულია. როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან ბრძოლას შეუდგება, როცა სახარების გზით სიარულს მოისურვებს, მაშინ წმინდა მამები მისთვის აუცილებელი და მშობლიური გახდებიან. წმინდა მამა უკვე შენი საკუთარი მასწავლებელია, რომელიც შენ სულს ესაუბრება. სული კი ამას სიხარულით აღიქვამს და ნუგეშინისცემას გრძნობს. როგორც ფილოსოფია და 1000 ჯურის სექტანტური სისაძაგლე იწევდა ჩემში სევდას, მოწყინებას, გულისრევას, ისევე პირიქით, მამებს ისე ვაკითხავდი, როგორც მშობელ დედას. ისინი მანუგეშებდნენ, მასწავლიდნენ და მასაზრდოებდნენ. აი წმინდა მამათა ნაწერებზე რას ამბობს? ოღონდ ეს როდის? როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან ბრძოლას შეუდგება, როცა სახარების გზით, ანუ ცნებებით, სიარულს მოისურვებს. აი, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ ღვთის მცნებებით იცხოვროს, აი წმინდა მამათა ნაწერები მისთვის გახდება როგორც ჰაერი, როგორც წყალი, როგორც ყველაზე აუცილებელი რამ სასიცოცხლო. როგორც მშობელ დედას ისე ვაკითხავდი. ეხლა ვისაც აქვს იმის გამოცდილება, ვისაც უყვარს წმინდა მამათა ნაწერების კითხვა. აი ზოგჯერ ისეთ რაღაცას აღმოაჩენ, რომ აი ძალიან რო გიხარია. რომ იმნაირ სიხაროს ვერაფერი მატერიალური რო ვერ მოგანიცევ. ზოგჯერ რაღაცა ისეთი სიმშვიდე მოდის, ესე იგი, რომ აი ამას ლოგიკური და მატერიალური საფუძველი არ აქვს. რატომ?
რატო გაგეხარდა, რატო გაგითვა გული დაუშვათ, რატო მოგეცა იმედი, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრ რამეზეა საუბარი. ზოგ რამეს ისეთ აღმოაჩენ, მანამდე რომ საერთოდ არ გიფიქრია. აი სიტყვაზე ამბობ ახლა, აქ ხო ჩანს რომ არაფერი არ არის. და რო აღმოაჩინე რომ თურმე იხელა რაღაცა დგას აქ. აი რო გაგიკვირდება, ეს ამას როგორ ვერ ხედავდი? არა და ხო ნამდვილად აქ არის. არა და მანამდე ვერ ხედავდი. და ისაც ვინ ზარმაცობს ამ საქმეში, ის ამას ვერ განიცდის. და ის ზარმაცობს, ვინც არ შემდგარა ჯერ, არ გადაუწყვეტია ჯერ რომ მოდის სახარებისეული მცნებებით ვიცხოვრო. იმიტომ რომ სახარებისეული ცხოვრების გარეშე ცხოვრებას ნახე როგორ ახასიათებს, აი როგორც ფილოსოფია და 1000 ჯურის სექტანტური სისაძაგლე იწევდა ჩემში სევდას, მოწყინებას და გულისრევას. აი, ხო არის რაღაცა არ გაინტერესებს. აი, გარ არის შენი. ვერ იღებს შენი სული. მაგრამ ის მეორე, როგორც შობერ დედას რომ მიაკითხავ და რომ მოგეფერება, ისე განმოგეშვებს წმინდა მამათან აწერებს.